შენობაში, რომელსაც სამშენებლო ბლოკის საწარმო აწერია, ჩაის გადამუშავება და დაფასოება ხდება. ხელბაჩაოში შანიძის 7 ნომერში მდებარე ობიექტის საწყობში 250 ტონა ვადაგასული ჩაი ინახება. კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომპანია თურქეთიდან და ირანიდან იმპორტირებულ ვადაგასულ პროდუქციას ახალში ურევს და დაფასოების შემდეგ საზღვარგარეთ ჩაი საქართველოდან ეტიკეტით გზავნის. ირანიდან შემოაქვს ვადაგასული ჩაი, შემდეგ ამას აფასოებენ ქალაქ ბათუმში და დაფასოების შემდეგ ქართული ეტიკეტის ნიშნით გააქვთ როგორც ქართული ჩაი საზღვარგარეთ. ჩვენი ინფორმაციით მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართული ამ საქმეში, რისთვისაც პროკურატურას შესაბამისად მიეცემა საშუალება რომ დაადგინოს აღნიშნულ ფაქტს. შეპესი ატლასის საწყობში აღმოჩენილი ვადაგასული პროდუქციის შესახებ მერაბ ღოღობერიძემ სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფინანსურ პოლიციას და პროკურატურას შეატყობინა. ადგილზე სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც დოკუმენტაცია შეისწავლეს და დიდი ოდენობით ვადაგასული ჩაის შემოტანის ფაქტი დაადასტურეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი ამ ფაქტზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. პირად საუბარში კი განმარტავენ, რომ მათ საწარმოს შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ჩვენ მოახდინეთ საწარმოს დოკუმენტების შემოწმება, და აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელობის ქებების წრეში შემოსული არის ვადაგასული ირანული ჩაი, რომელიც სასწავლებულია თქოს ფუმარებით 250 ტონა. აღნიშნული პროდუქცია მათი გადამოცემით ქსელში არ გასულა მომხმარებლად. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ცნობილი ხდება, რომ საწარმოს 2 მეპატრონე ყავს. რამაზან ოსტურქი და ისმეთ ოვჩერი თურქეთის მოქალაქეები არიან. ისინი შეპესი ატლასის 50-50%-იან წილებს ფლობენ. მათ ნაცვლად მედიისთვის კომენტარი კომპანიის ადვოკატმა რენე ფერცელიძემ გააკეთა, რომელმაც დაადასტურა, რომ ვადაგასული ჩაი საქართველოში სარფის საბაჟოს გავლით შეუმოწმებლად შემოვიდა. ირანიდან მოწოდებული იქნა ჩაი, რომლის შემოწმება საბაჟოზე არ მომხდარა. ანუ ამ პროდუქციის გახსნის შემდეგ ის აღმოჩნდა ვადაგასული, რომელიც დასაწყობებული არის. საბაჟო კონტროლი გავლილია, ვინ გითხრათ თუ არის გავლილი. საბაჟოზე არ შემოწმებულა. ანუ საბაჟოზე თუ არ შემოწმებულა, ეს არის ჩვენი მინუსი, თუ რამე საბაჟო არ ამოწმებს საკანონს. როგორ მოხდა 250 ტონა ვადაგასული პროდუქცია საქართველოში? შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ ტვირთმა მწვანე დერეფანი გაიარა და შესაბამისად პროდუქცია არ შემოწმებულა. მისივე განმარტებით, ჩაი იმ პროდუქტების ჩამონათვალშია, რომლის ფიტოსანიტარული შემოწმება კანონით არ არის გათვალისწინებული. ჩაი არ არის კონტროლ ქვემდებარე საკანონმდებლო ნუსხაში და მისი კონტროლი საბაჟოს არ მოეთხოვება. გარდა ამისა, დამატებით შემელა გითხრათ ისაც, რომ ეს კონკრეტული ტვირთი მოხდა მწვანე დერეფანში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ გაუვლია ფიზიკური დათვალიერება. შესაბამისად, საბაჟოს მხარეს ხელის გამოშვერა ვთქვათ, რომ თქვათ, არ არის სწორი. საწარმოში არსებულ ასობით ტონა ჩაის ვარგისიანობის ვადა 2008 წელს გაუვიდა. ვინ უნდა აკონტროლებდეს ქვეყანაში შემოსული პროდუქტის ხარისხს და რატომ არ იცოდა არც ერთმა უწყებამ შეპესი ატლასის საქმიანობის შესახებ? ეს კითხვები ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება.